აბხაზური ენა გამოაცხადა აბხაზეთის ავტონომიაში, აბხაზურ სახელმწიფო ის ენა და სწორედ მე განხილავს რომ კითხულობდი იმიტომ რაც არის პროგრესული იდეა რომ ხო ანუ ჩემ მოგწონს არ მოგწონს ომში ვარ თუ არა ეს ხალხი არის და ამათიც არის და კი აბხაზური უნდა იყოს აბხაზური ენა და უნდა იყოს ქართული ენა რიგივე თქვა პასპორტზეც ხომ პასპორტი მოგეხსენებათ და ყოჩეთი ყველაზე საინტერესო რაღაცა არის რაც კი შეიძლება სახელმწიფოში არსებობს და მანდაც არის რომ კი აბხაზი და ოსი არ არის ვალდებული იცოდეს ქართული ეს ენა და ამავდროულად თუ ქართულმა არის ქართული ენა და მაინც აბხაზური ეს შეიძლება და მას შეუძლია რომ აიღოს ქართული პასპორტი ეხლა მე ამით იმას ვამბობ რომ თბილის არ ქონდა იმის მიზანი რომ იქ ეხა აბხაზებისთვის ეთნიკური წმენა მოეწყოთ. ეს შეიძლება ადგილზე ვიღაცა დებილი აკეთებდა ამას. კი და ამის მაგალითად მე მომყავს ხოლმე ხშირად ის რომ არა მხოლოდ აბხაზეთში, არამედ ქართლში, სამეგრელოში ეხა ყველა მიცით ხო სამეგრელოში მათ შორის რა ხდებოდა და სხვადასხვა რეგიონებში ესეთი უამრავი დაბალი მორალის მქონე ან საერთოდ არანაირი მორალის არ მქონე ადამიანები იყვნენ ვინც იგივეს აკეთებდნენ. რავი აქ რაც თბილისში ხდებოდა. არა მაგრამ ეგ უნდა მეთქვა ახლა რა. გამოდის რომ მაშინ ყველა უნდა დავნაწევრებულიყავით, იმიტომ რომ ვიღაცა უზნეო ადამიანმა რომელიც დასაშველი იყო და ბევრი იყო ეგეთი სამწუხარო. სამწუხარო ის არის რომ უბრალოდ კონტექსტი აბხაზეთში ისეთი იყო რომ ამის ჩადენილი დანაშაული თბილისსა და ზუგდიდში იყო სხვა შედეგების გამოწვევი და აბხაზეთში იყო ზუსტად იგივე დანაშაული სხვა შედეგის გამოწვევი. ხო, ნუ იქ ეხა ეთნიკური ომი მიდის და იქ გაცილებით რთულდება საქმე, მით უმეტეს როცა პლუს არის რუსეთი არის ჩართული და რომელიც ამგვარად ხედავს და ამგვარად საერთაშორისო დონეზე აჟღერებს. რომ აი მაგალითად არა, ნუ ისევ აქ-აგრაში რომ დავბრუნდეთ, აქ-აგრაში მოკლედ პირველ კვირებში ჩვენებმა აჩაღეს ჯერ სომხები როგორც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი რომელსაც პატრონი არ ყავდა უხეშად რო ვთქვათ შემდგომ უკვე მიადგნენ ეს აბხაზურ ოჯახებსაც და რატომ მეორე ხარისხი იმიტომ რომ ქართველები და აბხაზები მაინც ადგილობრივები მეგობრობდნენ და ქართველები ეგონებოდნენ რომ ამ სახლს პატრონობ მე და შეეშვი ამ სახლს ჩემი მეგობრით მაგრამ ნუ ეხა რაღაცა ზღვარი რო ასე ვთქვათ რო ჭამეს ვიღაცებმა მე ვერ აბხაზებს მიადგნენ მე აბხაზებს რო ჭამეს მე რა უნდა ქნა და უკვე ქართველებს მიადგნენ უკვე